ფოკუსი მგონი არის. მოგესალმებით მეგობრებო. წინა ვიდეოში ვისაუბრე იმაზე, რომ რაღაც სიახლეები გვაქვს. ეს სიახლეები კი ეხება ბიზნესს. დავიწყეთ ბიზნესი ამერიკაში, რომელიც არის window tinting ბიზნესი. ასევე ვაკეთებთ დეკალებს მანქანებზე. აქვე ჩავსვავ ვიდეოებს, როგორც გავაფორმეთ ჩვენი Drift Daily G35. გავაკეთეთ სატესტო ვერსია ლივერის, ნახეთ როგორი გამოვიდა. შეეხება ბიზნეს იდეა გვქონდა უკვე 1 წელია. დავიწყეთ ამის კეთება 1 წლის წინ, თუმცა არ იყო სისტემატიური სახე და ამიტომ გადავწყვიტე, რომ ისევ მემუშავა ისეთ ადგილას, სადაც სისტემატიური შემოსავალი იქნებოდა. ჩემი მეუღლე თათიაც მუშაობს, ეხლაც კი, თუმცა იმდენად დავიტვირთეთ უკვე, რომ სავარაუდოდ თათია უკვე წამოვა სამსახურიდან და შევუდგებით სრულ full time jobs-ზე. 1 წლის შემდეგ კი უკვე გადავწყვიტეთ, რომ ამას სერიოზულად მოვეკიდოთ. მე ვიყავი Formula Drift-ში, საიდანაც უკვე ამჟამად ამ ვიდეოს რო ნახავთ, უკვე წამოსული ვარ Formula Drift-დან. იცევ და ისევ იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დაიტვირთა ჩემი ბიზნესი. კასტომერები ბევრი მოდიან, შესაბამისად დრო აღარ მრჩება, რომ წავიდე Formula Drift-ზე და გადავიღო დენბარკეტისთვის, თუმცა ძალიან კარგი გამოცდილება გავიარე Formula Drift-შიც. გარდა იმისა, რომ მედიას ვაკეთებდი, კიდევ ბევრ რამეში ვეხმარებოდი, შესაბამისად ბევრ რამეს ვსწავლობდი მეც, თუნდაც ჩემივე საყვარელი სპორტის განხრით, დრიფტის განხრით. ასევე დიდი გამოცდილება მივიღე დიდი ცხენის ძალის მქონე მანქანების მართვის დრიფტში, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, აღარ იყო იმის დრო, რომ დავჩენილიყავი იქ და გამეგრძელებინა ეგ, თუმცა პლუსი ის არის, რომ საკუთარი ბიზნესით შემიძლია იმდენი მოვაგროვო. ჯერჯერობით ახლა ჯერ ისე არა ვარ, რომ არიქა და ყველაფერი თავზე გადამდის, მაგრამ იქნება ისე, რომ განვითარდება ეს ბიზნესი და შესაბამისად მეც განმოვითარებ ჩემს საყვარელ სპორტს. ჯერჯერობით დავდივარ ესე private days რომ ეძახიან მანდ და საბურავებს ვახურებ, ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ჯერჯერობით სერიოზული შეჯიბრის და ეგეთი რაღაცეები არ მქონია აქ ამ მანქანით. ეხლა აქ ჩავსვავ ვიდეოს, პატარა ვიდეოს, ერთ private days-ზე გადავიღეთ და ერთად ვუყუროთ. Driftis დღეს ესეთი უნდა. ძლივს გამოვნახეთ დრო დრიფტისთვის და გაძვირდა საშინლად. შტორმია. მოკლედ მოგესალმებით YouTube-ის არხზე. და ვნახოთ კლიმაში რა გამოვა.
გავაკეთეთ ჩვენი ზედები, რითიც მივდივართ ხოლმე მომხმარებელთან და უთინთავთ მანქანას, ასევე ჰუდები, რომელიც ძალიან იშვიათად გვჭირდება ფლორიდაში, იმიტომ რომ ძალიან ცხელა, რა თქმა უნდა. და გათვალიერებინებთ ჩემს გარაჟს, სადაც ვაკეთებთ ძირითადად tintings, ასევე ვაკეთებთ mobile, ანუ დავდივართ სხვადასხვა აპარტამენტებში იქნება თუ სახლებში და იქვე ვაკეთებთ tintings. მაქვს ფლოტერი, რომელიც გარაჟში არა მაქვს. ფლოტერი ნიშნავს ფირის გამოსაჭრელ მანქანას, რასაც ძირითადად ვიყენებ, ხელითაც ვჭრი ხოლმე ფირს, მაგრამ ახლა უკვე ძირითადად გადასული ვარ მანქანაზე, რომელიც ჭრის ფირს. ბევრი დროც იზოგება ასე და მაგალითად რომ შემეძლო იმ დროში გამეკეთებინა მხოლოდ ერთი მანქანა, ეხლა ამ ფლოტერის მეშვეობით ვაკეთებ უკვე ორ მანქანას იმ ერთი მანქანის დროში. ჩვენი მანქანა და რეკლამა ასეთი განათებები დავაყენეთ, ისედაც საკმაოდ ნათელი არის ეს ადგილი, სარკე, შუშები, სადაც დამატებით გამოიჭრება ფირი. აქეთ გვაქვს ფირები, მანქანის მოვლის საშუალებები, ასევე სტიკერ ფირები. აქ ქუდების გამოფენა გავაკეთე, კიდე ბევრი მაქვს, მაგრამ ჯერ არ ჩამომიკიდია. აქ ფასები. აქეთ მაქვს სხვადასხვა ხელსაწყოები, ეს ჩემი პაუჩი, სადაც მიდევს ყველაფერი, რაც tintში მეხმარება. ასევე აქაც tintის რაღაცეები, რაც დამაქვს ხოლმე, როდესაც მივდივარ სხვადასხვა სახლებში, ეს დრიფტის საბურავები. ეს მანქანა აქ დროებით მიყენია, ძირითადად Mazda გვიყენია ხოლმე აქ, რადგან Mazda-ს აქვს plug-in ჰიბრიდი და შესაბამისად ჭირდება დამტენი, დავტენით ხოლმე აქ. და მოკლედ რო ვთქვათ, ესეთი პატარა man cave-ი გვაქვს რა. აქეთაც სხვადასხვა რაღაცეები გვილაგი, აქ კიდე ბევრი საბურავები, ჩემი ჩაფხუტი, მანქანის მოვლის საშუალებები და ასე შემდეგ. დღეისათვის სულ ეს იყო, იმედია მოგეწონათ ვიდეო, დალაიქეთ, მოიწონეთ, გამოიწერეთ მეტი სიახლეებისთვის. იმედია მალე შევხვდებით დრიფტის კომპეტიშენიდან.